აღმოჩენილია ნარკოტიკების მიწისქვეშა ლაბორატორია და კანაფის სათბურები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის კიდევ რამდენიმე საქმე გახსნა. დაკავებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის უკრაინის, რუსეთის, უზბეკეთის მოქალაქეები. მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციების ფარგლებში აღმოჩენილია უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის მეთადონი. 28 კილოგრამ ნარკოტიკის შემცველ ნივთიერებას 29 წლის უკრაინის მოქალაქე დროებით საცხოვრებელ ბინაში ინახავდა. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონი, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. რო ვხედავდი ჩათმულები, გაპრანჭულები გამოდიოდნენ და აი ვერ სიტყოდი რომ ჰქონდათ ნარკოტიკული ნივთიერება. მცხეთაში წერეთლის 30 ნომერში აღმოჩენილია ნარკოტიკების ეგრეთ წოდებული მიწისქვეშა ლაბორატორია. უზბეკეთის მოქალაქე 3 ქალი ამ შენობის მესამე სართულზე ნაქირავებ ფარდში კუსტარულად ნარკოტიკს ამზადებდა. მეზობლების ინფორმაციით ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ფართი 1 თვის წინ იქირავეს. ირკვევა რომ დამზადების პარალელურად ნარკოტიკებს აფასოებდნენ და ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით ასაღებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი გამოვლენილი და დაკავებულია. ქალები იყვნენ, ახალგაზრდა ქალბატონი იყო ერთი. თან ქართულად მესამებოდა რომ ჩამოდიოდა და ორი კიდე ცოტა ვერ შეატყობდი რაღაც უცნაურს. უკრაინის და უზბეკეთის მოქალაქეების მიმართ პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. დაკავებულები გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ და დუმილს ირჩევენ. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. გახსნილია ეგრეთ წოდებული კანაფის სათბურების საქმეც. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში ჯანაშვილის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს. შხრეკის მიზნით შესულ საპოლიციო ძალებს 3 სათბური დახვდათ. ქალი სახლში გამომშრალ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას ინახავდა. ამოღებულია სავარაუდოდ გაყიდული ნარკოტიკიდან მიღებული ფული. დაკავებული ბრალს სრულად აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგები გაასაჯაროვეს. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ჩატარებული ოპერაციების შედეგად შავ ბაზარზე გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკების გარდა მიაგნეს ცეცხლსასროლ იარაღებსაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც განაგრძობს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მორიგი დიდი სპეცოპერაცია 20-მდე დაკავებულით დასრულდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეებიც. ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი დიდია 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა. გასული წლის ბოლო რამდენიმე თვის მონაცემებით გახსნილია 5000-მდე საქმე და დაკავებულია 2000-ზე მეტი. მათი უმეტესობა ნარკო რეალიზატორია.